ღმერთმა ეს განმაცდევინა ჩემი ძველი ცხოვრება, რომელიც ვლინდებოდა უღმერთობაში, როცა მე ათეისტურად ვიყავი გასდით. აბა გასწავლიან მაიმუნი იყო, არ მაინტერესებდა რომ მაიმუნი ვიყავი და ესე მეუნებოდი და ამიტომ ეს ხარ საერთოდ ჩემთვის არ არსებობდა. სრული ათეისტი, ანუ მებრძოლი კი არა, ეკლესიას კი არ ვანგრევდი, მაგრამ მე ვიცოდი რომ მაიმუნი ვიყავი, ესე ჩამინერგეს ბავშვობიდან. მე ღვთისმეტყვა არ გამეგონა არავისგან. და ერთხელ მე მქონდა განცდა, როგორი ვიყავი მაშინ. ჩემი გული რა მდგომარეობაში იყო და ლოცვის დროს მქონდა ეს განცდა, შემზარა. თვითონ დამიბრუნდა ის განცდა, რომ აი რაც მქონდა მაშინ, უცების მოვიდა ჩემთან. შემზარა. როცა თქვენ ამბობთ, რომ ლოცვა გიჭირთ და ლოცვის დროს იწყება სწორედ ის პრობლემები, რომელ პრობლემებსაც თქვენ მანამდე არ წაწმობიხარ და არ იცნობთ, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ სწორ გზაზე გეხართ, თქვენ იწყებთ იმას, რასაც სულიერი ცხოვრება ქვია. ასე რომ მე ყველას გამშვიდობ, ლოცვა გიჭირთ, გილოცავთ. ვა იმას, ვისაც ლოცვა არ უჭირს. იმიტომ რომ წმინდა მამებიც ამბობდნენ, რომ ლოცვა სისხლის გაყვრას უდრის, ისეთი რთულია, ისეთი პრობლემური. და ამი და 80-ი. 80 რა არის? 80 კაი აღარ გამოგართულო მორა. მოგიეცე საფინალი ქალები და რაღაცებს უგინდიან და აბა რამდენი მიეცია? ვაიმე 10 ლარი როგორ მიეცია ესე იგი როგორ მოგართულა? აი ეს იყო მაგარი 10 და 80. 80 რა არის? გამოსარბო დამიწყოს საუბარი რაღაც იმაზე. თუნდაც პოლიტიკაზე რომ დამიწყოს საუბარი, რაღაც მანქანაზე დამიწყოს, რაღაცაზე დამიწყოს რა. კი იმას ბურთზე ბურთი როგორ მიყვარს ნახე ბურთი მგოლი ასასწაულია რა ყველაფერზე მისაუბრია მაგრამ ყველაფერზე ნატურაზე რომ ესაუბრება იქაც ქრისტეს დებს და მე მოდივარ სავსე ხოლმე რა ეს არის და რატომ მოდივარ სავსე მამასერაპიონისგან მამარჩილთან ვიყავი რატომ მოდივარ სავსე მათგან თუ ისინი თვითონ რუსებია თუ მამარჩილი არ გაიხსება ხო მე რას მომცემს ერთხელ წავალ 2-ჯერ 3-ჯერ 4-ჯერ 10-ჯერ 30-ჯერ აღარ წავალ რა დავრეკე იმიტომ რომ აბა როგორ დავვრეკე რა მეთქი ესე მე როგორ შეწონა რაღაც თუ რაღაც კითხება დავერეკეთ და თუ გესლებოდ ნახოთ მეთქი და ეს არის ბოთე სულ იმას ძოლები მოსა სულ ავაყოხა როგორ მერანდება ყველგანისა ამიტომ ვიქით რაღაც ამბავი და გამოგანდით მაგრამ ამბობთ ოხ მასასწაული როგორ აი მიჭირს რომ აი არ აინტერესებს ეს ხალხს. ეს ხარ არ აინტერესებს. მეც მის ჩაჩეული ვარ. რადგანაც ახალია. მინდა არ მინდა მევალება კიდევაც რომ ჩავყვე ამ ხალხს. მათთან ერთად ჩამოვიქი ხო. რომელი ხოლმე უფრო კარგად ხალხს. იმიტომ რომ უკვე აღარა ისეთი ახლა უკვე გაბატონდა ეს მაგით რაღაც. რაც გაბატონდა მართლა ბურჟამია. Uite, clar, Eurogrupis de episcopos și posadu, eu nu pot la fanda. Eu aș auzi de vizițe, hai, popos. იმისათვის რომ ჩვენ ქრისტიანები ვიყოთ, ანუ ღვთის შემეცნება შევძლოთ, აუცილებელია, რომ ვიყოთ მონაწილენი ღვთაებრივი ცხოვრების. როდესაც მე და ღმერთი და მე ერთად ვართ ჩვენს გადაწყვეტილებებში, ჩვენს სურვილებში, ჩვენს ქმედებაში,
საცუდავია ადამიანი, აი ღმერთმა ესეთი სიდიადის წინაშე დაგაყენა, რომ შენი ნება მისი ნების თანხვედრი უნდა გახადოს და ჩვენ როგორ ვჯიუტობთ და როგორ არ გვსურს ხოლმე. ახლა შესაძლოა არსად არ წავალ. აქ ინტერნეტით რო აიღო საქმე? აი. თუ არ მოძებნე როგორ? არ დავთანხმდები საშტატო იმას, რა ქვია, თანამშრომლობას. საშტატო თანამშრომლობა ის არის, რომ ჩემ საქმეში ვიღაცა დამოდგება და 24 საათი მეტყვის იმუშავა და მე ხო ეს საქმე ისეთი არის, რომ არ დამჭირდება მომდე. მეჩვენია, რომ მივიღო ერთჯერადი შეკვეთები, მაგრამ ნუ კარგად გავქაჩო რა. დავჯერ ციგ მაწონს ჩაუსხავი. კაცოდ რა უთხრა? რაღაც ამას თუ ეხლა ვერ დადის, მაშინ არ ვიცი. რა შუაშია ვერ დადის კაცო? არ უნდა სიარული. მოდი. Годинка, айде, пия. Годи. დაუბრუნდა თუ ახლა. Ага, пия. უმთავრესი რითაც ჩვენი სულიერება განისაზღვრება, ეს არის ჩვენი მიზანი. რისთვის ვართ და საითკენ მივდივართ. რა არის ჩვენი მიზანი? რა თქმა უნდა ჩვენ ეს ვიცით. ჩვენი მიზანი არის ღმერთთან ყოფნა, გააღმრთობა, ღვთაებრივი ღმერთის შემეცნება ღვთისა. საკუთარი თავისა, რა თქმა უნდა. ეს ერთი მეორისგან განუცალკევებელია. თუ არ შეიმეცნებ საკუთარ თავს, ვერ შეიმეცნებ ღმერთს. ხოლო თუ არ შეიმეცნებ ღმერთს, ვერ შეიმეცნებ საკუთარ თავს. ეს ორივე ერთად არის. ღვთის შემეცნება. ლაზარესათვის, იონე ღვთისმეტყველისთვის, მენასაცხებლე დედებისთვის უფალთან ყოფნა იყო თავისუფალი არჩევანი და არაფერი გარეგნულით განპირობებული. იმისათვის რომ ეს შევძლოთ, სული უნდა გავიფაქიზოთ. სულის გაფაქიზებაზე ხშირად გვისაუბრია და უფალი მინიშნებებს გვაძლევს. გახსოვთ უფალს როგორ მოყავს ბავშვის მაგალითი. ბავშვით უნდა იყო. თუ არ იქნებით ბავშვით, ვერ შეხვალთ სასუფეველში. მიწის კანდელი რომთია. რასი უნდა ხა? აბა ვითხარი. ეს არის ჩავიხედე როგორ გამოიყურება. შენაც გამოიყურება. Беги. Беги, апарасмит. Апарасмит. Моди. Буди. Ара. Буди უფლის სახელი ვასწავლოთ, ჰა? Иесо Христе. Иесо Христе. Иесо Христе. Игри. Че Христе дагლოჩოს, Христе დაგლოჩოს. სახელითა მამისა და თათისა და შვილისა. ხა, აბა თქვა სახელი. იესო ქრისტე. აბა თუ მაგიდა? Outgate. ვიყოთ წირნი და ვეძებოთ ღმერთი და ცხოვრების მიზანი იყოს ქრისტე და როგორც იონე ოქროპირი საოცრად ამბობს, როცა მის თავზე ღრუბლები მოიქუფრა, მან განსაცვიფრებელი სიტყვები წარმოსთქვა. ქრისტე ჩემი სიცოცხლეა, ხოლო სიკვდილი შენაძენი. და ეს ყოფილი იყოს თითოეული ჩვენთაგანისათვისაც. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.